საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ბათუმის სპორტის წინააღმდეგ საქმე იქამდე მივიდა, რომ დავა მხარეებს შორის შესაძლო ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილოს. ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის წინააღმდეგ კომპანია ტრანსსისტემის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ დავა. ამ შემთხვევაშიც სასამართლოს განხილვის საგანი ხდება. ბრალდებებს ყაზახური აქტივების მართვის ჯგუფში ეხმიანებიან. სულხან მესხიძე დეტალებით. ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის დირექტორ ტალგატ ბაიტაზიევის წინააღმდეგ სასამართლოში ერთდროულად რამდენიმე სარჩელი შედის. კომპანია ტრანსსისტემის წარმომადგენლები ბაიტაზიევს კომპანიის შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბათუმის ნავსადგურთან ურთიერთობა გაურთულდა საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალსაც. ტერმინალის იურისტი ირწმუნება, რომ შეთანხმების პირობები არ სრულდებოდა, რის გამოც სარჩელი ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შევიდა. როდესაც შეიცვალა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტი, შეიცვალა მათი აბსოლუტურად დამოკიდებულება პარტნიორი კომპანიების მიერ, მიმართ გახდა პოლიტიკა მათი ამ კომპანიების მიმართ და პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ ზოგადად ძალიან აგრესიული. ინტერესებისა და უფლების დასაცავად ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი იძულებული გახდა მიემართა ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რათა უზრუნველეყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ყაზახური აქტივების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით ბათუმის სპორტში პრივილეგიებით არც ერთი კომპანია არ სარგებლობს. ზურაბ შურღაიას თქმით, ტრანსსისტემთან საქმიანი მოლაპარაკება არ შედგა, რის შედეგად ბათუმის სპორტის და მისი დირექტორის ტალგატ ბაიტაზიევის მიმართ მიზანმიმართული შავი პიარის აგორება დაიწყო. რომელიმე კომპანიას არ ვაძლევთ პრივილეგიას, რომ პრივილეგიურ მდგომარეობაში იყოს. ის უნდა იყოს ისეთნაირ პირობებში, როგორც სხვები იქნებიან. ჩვენ ამას თავაზობთ ამ ტრანსსისტემის ხელმძღვანელობას, მაგრამ საწყუაროდ მათმა ააგორეს შავი პიარი იგივე ჩვენს კომპანიის ხელმძღვანელზე, რომელიც არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დოკერების გაფიცვის შესახებ პორტის პროფკავშირების თავმჯდომარე არ ადასტურებს. გაფიცვის შანსი არ არსებობს ბათუმის ნავსადგურში. იქ მე მინდა გავმიჯნო, რომ იქ მოხსენებულია, რომ შარშან იყო გაფიცვაო რა. შარშან გაფიცვა კი იყო, მაგრამ იყო ბათუმის საზღვაო საკონტეინერო ტერმინალზე და არა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. თავად ტალგატ ბაიტაზიევთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომპანია ტრანსსისტემის წარმომადგენლები მისი კრიმინალური წარსულის შესახებ საუბრობენ და პროკურატურას მისი საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ. საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლების გაფიცვისას ტალგატ ბაიტაზიევმა გაფიცულებს ტერმინალის ადმინისტრაციასთან უშუამდგომლა.